სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის PQO-ს პირველი ეტაპი დასრულებულია. ამ ეტაპის ფარგლებში პროექტში თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან შერჩეული 300 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტები ორ თვის განმავლობაში ესწრებოდნენ პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებს. მაისიდან პროექტი უკვე ქუთაისში, ახალციხესა, ზუგდიდსა და ბათუმშიც გაგრძელდება. და მასში მონაწილეობის მიღება უკვე 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ. წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე ველოდებით რეგიონებში, ასე ვფიქრობ, რომ რეგიონებშიც ასევე წარმატებით განხორციელდება ეს პროგრამა. 300-ზე მეტ ახალგაზრდა გაიარა თბილისში და თითოეული მათგანი მაყოფილი არის ამ პროგრამით. ეს პროგრამა წელს იყო საცდელი პროგრამა და ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ეს პროგრამა გავახორციელოთ უკვე რეგულარულად. საინტერესო იყო ძალიან, იმიტომ რომ მოიცავდა ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის, ლიდერობისთვის და ზოგადად კარგი მომავლისთვის.